უდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადილობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე. აღდგომა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება. აღდგომა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული. აღდგომა სიყვარულის ზეიმი, ბრძანა უწმინდესმა. ქრისტე აღდგა, სიკვდილზე, სიცოცხლის და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღეს გილოცა. იმედისკვირა ტრადიციას არ არღვევს ყოველი წლის აღდგომას, ეთერს ხსნით ზეციური ცეცხლის გარდამოსვლით. ნებისკვირაში განვლილი გოლგოთის გზით, რომელსაც უკვე მე-10 წელია ქართველ პილიგრიმებთან ერთად ვარლამ ციკლაური და გიორგი ძოწენიძე გადიან. ეს მორწმუნეებისთვის ენით აღუწერელი განცდა. ის რაც აღდგომის კვირას წმინდა მიწაზე ხდება, თითოეულ ჩვენგანს ერთი წუთით მაინც დააფიქრებს იმაზე, თუ ვისი წყალობით მოვედით აქამდე. რა ძალა აქვს რწმენას და რა გზის გავლა მოუხდა ძეხვთისას, ვიდრე ჩვენთვის ჯვარს ეცვა. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა არის იმედი უკეთესი ხვალინდელი დღის, იმედი შვიდობის. სამი რელიგიის წმინდა ქალაქი, თითქოს ჩვეული, მაგრამ მაინც უჩვეულო სანახაობით ნახეთ ვარლამ ციკლაურის და გიორგი ძოწენიძის სპეციალურ რეპორტაჟში. წმინდა ქალაქი იერუსალიმი, იდუმალი და განსხვავებული. ძველ ქალაქში თითოეული ქვა ისტორიას გიყვება. წარსულში გაბრუნებს, ფიქრებით ბიბლიურ ეპოქაში გამოგზაურებს. წმინდა ქალაქი ქრისტიანებისათვის განსაკუთრებულია. აღდგომის დღესასწაულზე მართლმადიდებლები მთავარ სიწმინდეს, უფლის საფლავს ეთაყვანებიან. ეს არის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გოლგოთის მთის ნაწილს, გარდამოხსნის ქვას და ქრისტიანებისათვის ყველაზე წმინდას, მაცხოვრის საფლავს. აქ ყველა კონფესიას საკუთარი ადგილი აქვს. ნების შვიდეულის ამ პერიოდში ტაძარი ხალხით ივსება. ტაძარში შემოსული თითოეული ადამიანი ცდილობს უფლის საფლავს შეეხოს და მადლით აღსილი დაბრუნდეს შინ. გარდამოხსნის ქვა, მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში შემოსული მომლოცველები პირველ რიგში ამ ადგილზე მოდიან და ლოცულობენ. მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის მთავარ გასაღებს სულთან სალაჰ ად-დინის პერიოდიდან მუსლიმები ფლობენ. საუკუნეებია გასაღები ნუსეიფების ოჯახს აბარია. ეს არის წმინდა ტაძრის წმინდა გასაღები. ეს გასაღები გადადის მამიდან შვილზე. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მე გადმომეცა. უკვე 52 წელი ამ გასაღებს გულით ვატარებ. ყოველდღიურად 4 საათზე ვაღებ ტაძარს და 9 საათზე ვკეტავ. ეს ჩემი ოჯახისთვის უდიდესი პატივია. მე მყავს 3 ვაჟი და 1 ქალიშვილი. ჩემი გარდაცვალების შემდეგ მათგან რომელიმე გადაიბარებს მაცხოვრის ტაძრის გასაღებს. ნების შვიდეულის ბოლო კვირა მართლმადიდებლებისათვის ყველაზე მძიმეა. ამ დროს წმინდა ქალაქში ათასობით მომლოცველი ჩამოდის. მორწმუნეები იესოს ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებს იხსენებენ. დიდი ხუთშაბათი, დღე როდესაც მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო დააწესა და სიმდაბლის ნიშნად მოწაფეებს ფეხი დაბანა. ამ დღეს მაცხოვარმა ბოლოჯერ ილოცა გეცამანეის ბაღში. მორწმუნეები იხსენებენ იუდას მიერ ქრისტეს გაცემას. ყოველი წლის დიდ ხუთშაბათს ფეხთბანვის რიტუალი სრულდება ტაძრის წინ, სპეციალურად მოწყობილ ადგილზე. მსახურებას იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე აღავლენს. შაბათს წმინდა ქალაქის იმ უბანში, სადაც არაბი ქრისტიანები ცხოვრობენ, ტრადიციულად კვერცხები წითლად იღებება. პარალელურად ემზადებიან წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის. ყველა არაბი ქრისტიანი აღდგომის ამ პერიოდში ერთად იკრიბება. ცეცხლის გადმოსვლამდე 2 დღით ადრე ვღებავთ კვერცხებს და ველოდებით მართლმადიდებლობისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს. პანაიოტების ოჯახში ვნახეთ საქართველოს დროშა.
ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავთ. ამბობენ, რომ მათი სახლის კარი ქართველებისათვის მუდამ ღიაა. ჩვენი დიდი ოჯახი დიდი სიყვარულით გელოდებათ იერუსალიმში. ბევრი ქართველი მოდის ჩვენთან და ეს დროშაც მათ მაჩუქეს. დროშა კედელზე ჩამოვკიდე. ეს ჩემი მხრიდან გამოხატავს თქვენს მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. გამომშვიდობებისას ანჯელა და სალიბ პანაიოტები ქართველებთან გვაბარებენ მოკითხვას და დიდ სიყვარულს. Happy Easter, Georgia from Jerusalem. We wait for you here. Wait for you in Jerusalem. თია კურდღელაშვილი ძველი იერუსალიმის პირველი ქართველი მკვიდრია. ისრაელში 30 წლის წინ ჩამოვიდა. აღდგომის დღესასწაულისათვის კვერცხი საქართველოდან ჩამოტანილი ენდროთი შეღება. იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც წმინდა მიწაზე ქართველი მომლოცველების ჯგუფი იშვიათობა იყო და ქართული საუბრის მოსმენა ენატრებოდა. თეას დედა ერთადერთი ქართველია, რომელიც ძველ ქალაქში სიონის მთაზეა დაკრძალული. ანთებული ცეცხლით, სანთლით, პირველ რიგში რასაც ვაკეთებ, ეს მივდივარ დედას საფლავს. იმიტომ რომ ჩემი აზრით, ეს ანთებული ცეცხლი და სანთელი ეკუთვნის ჯერ მიცვალებულებს და მერე ჩვენ. ქართული ლაპარაკი ყოველთვის მენატრებოდა. ახალი კარიბჭიდან შემოსულიყავი ძველ იერუსალიმში და მესმის ქართული ლაპარაკი და სიხარულის ცრემლები იყო მაშინ მართლა. იყო პერიოდი, რომ ვოცნებოდი, რომ ღმერთო გამაგებინე ქართული რგალობა მეთქი იერუსალიმში. ეხლა ყოველწლიურად რომ ჩამოდიან გალობაც არის, ლოცვაც არის, წირვაც არის, ყველაფერი არის. მადლობა უფას მართლა. აი ეს ქართული ქრისტე აღდგა. ეს მოსმენა გულში არის აფრენა სიხარულისგან. სულ ამ სიტყვაში შევხვდით. ის რაზეც წლების წინ ოცნებობდა, დღეს რეალობაა. იერუსალიმში ქართული გალობაც ისმის, ქართული დროშაც ფრიალებს და ვია დოლოროსას ქართველი მომლოცველების მრავალრიცხოვან ჯგუფებთან ერთად გადის. წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღე მორწმუნეებისათვის. სახარების მიხედვით გოლგოთისკენ მიმავალმა იესო ქრისტემ სწორედ ეს გზა გაიარა. ამ გზას ვია დოლოროსა ჰქვია. 14 გაჩერება და 600 მეტრი გოლგოთამდე. ნების გზაზე მიმავალი იესო სულ 3 ჯერ დაეცა. შეურაცხყოფას აყენებდნენ ეკლის გვირგვინი დაადგეს. დღეს კაცობრიობის ისტორიაში არის ყველაზე სასტიკი და ყველაზე საშინელი დღე. ამ დღეს უფალი იესო ქრისტე ძეხვდისა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად ეწამა და ჯვარს ეცვა. რამხელად ტკივილი გამოიარა მაცხოვარმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომ ჩვენთვის ჩვენი ცოდვები რომ გამოესყიდა. რომ ჩვენთვის მოეცა საშუალება არ წარწმედილიყავით და ჩვენი სულები გადარჩენილიყო. ეს ყველაფერი ენით აუღწერელი არის, რაც მაცხოვარმა ჩვენი გამოხსნისათვის იტვირთა. ეს იყო ენით აუღწერელი, დღემდე ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება ამხელა დიდ საიდუმლოებას და ვერც განიცდის იმდენად, როგორც საჭირო არის, თუმცა ადამიანები ჩვენი გულით და სულით ვცდილობთ ის გზა გავიაროთ, დაახლოებით მაინც წარმოვიდგინოთ მისი ვნებები და ტანჯვები. წლის უმძიმესი დღე გოლგოთაზე დასრულდა, იქ სადაც ქრისტიანთა რწმენით 21 საუკუნის წინ კაცობრიობის ისტორია შეიცვალა. საგანგებოდ მოქარგული ქსოვილი გოლგოთის მთიდან ჩამოაქვთ. ეს იმ სახარებისეულ ეპიზოდს აცოცხლებს, როდესაც ჯვარზე აღსრულებული მაცხოვარი გარდამოხსნეს და ახალ საფლავში დადეს. ჯვარცმის მომდევნო დღე დიდი შაბათი, სამყარო გარინდულია. ეკლესიის სწავლებით ჯვარზე აღსრულებული ქრისტე საფლავადაა. სულით კი ჯოჯოხეთში, საიდანაც მართალთა სულები ამოჰყავს. ნების კვირის დიდი შაბათის მსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ქრისტიანები მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შესახვედრად ემზადებიან. იერუსალიმში ჩასული ათასობით მომლოცველის ერთადერთი ფიქრი ახლა ტაძარში მოხვედრაა, ზეციური ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალზე.
იქ მისასვლელად კი რთული გზაა გასავლელი და სპეციალური საშვია საჭირო. პოლიცია მომლოცველებს საგანგებოდ ამოწმებს, აღდგომის ტაძარი ხალხით ივსება. ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია. გასახიან ქრისტიანი არაბები, რომელთა ტაძარში ყიჟინით შესვლა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის განუყოფელი ნაწილია. დღის კულმინაცია იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი უკვე ტაძარშია. კუვუკლიის ირგვლივ სამჯერ ლიტანიობის შემდეგ განმოსილს საგანგებოდ ჩხრეკენ და მაცხოვრის საფლავის დალუ ქულკარს ხსნიან. პატრიარქი კუვუკლიაში რამდენიმე წუთს ხოვდება და კიდევ ერთი იმედი ჩნდება. აღდგომის ყინაველ დღესასწაულს ქრისტე აღდგა, ფარავდეს უფალი ჩვენ ქვეყანას, გაერთიანება, დამტნიანება და ყველაფერი კარგი უსურვო. დიდება უფალს გადმოვიდა ცეცხლი, ფარავდეთ უფალი, ასე ანთებული იყოს ყველა თქვენთაგანის გულებში ცეცხლი, უფლის სიყვარული. ქრისტე აღდგა.